Tashkelis მუნიციპალიტეტმა აიღო სრულად ესე ვთქვათ პასუხისმგებლობა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე და ჩვენ სპორტ სკოლას მეშვეობით ვეხმარებით ესე ვთქვათ საფეხბურთო აკადემიას, ჩიხურას აკადემიას. ეს ჩვენ მოვინახულეთ სიმბოლურად ჩიხურის აკადემიაში საწვრთნელი ასე ვთქვათ პროცესი და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გააგრძელებს ფეხბურთს, ესევე თავარია რომ ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრებენ და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მომავალში ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტად დავიგეგმებით, რათა ხელი შეუწყოთ ქართული ფეხბურთის განვითარებას და კონკრეტულად ჩიხურის განვითარებას, იმიტომ რომ ჩიხურას აქვს დიდი ისტორია, დიდი სახელი და ეს სახელი მას გაუტანია წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვთა ფეხბურთი იყოს ესე ვთქვათ პრიორიტეტი საჩხერეში. საფეხბურთო სკოლა 2008 წლიდან ფუნქციონირებს დღემდე. ჩვენ სკოლაში სადღაც 300-დან 350 ბავშვის რაოდენობა ფიქსირდება. დღესდღეობით ესეთი მდგომარეობა ფიქსირდება. ყავს 7 საშეჯიბრო გუნდი და 3 არასაშეჯიბრო გუნდი, რომლებიც პირველი, მეორე, მესამე კლასის ჩათვლით ესე რომ ვთქვათ. როგორც ჩვეულებრივად საჯარო სკოლაში ისე ხდება ჩვენთან ბავშვების ათვისება და მიღება სექტემბრის პერიოდში. არიან ლიცენზირებული მწვრთნელები, UEFA-ს პრო ლიცენზიისა და ასევე A ლიცენზიის მწვრთნელები, B ლიცენზიის მწვრთნელები, საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელები არიან. არიან ასევე ძალიან გამორჩეული ბავშვები, რომელზედაც ჩვენ მთლიანად მთელი სკოლა, ანუ საფეხბურთო კუთხით ვამყარებთ იმედებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ქალაქის მერიას, ქალაქის საკრებულოს, რომლის მხარდაჭერითაც ჩვენ დღესდღეობით ვართ ამ მდგომარეობაში.